გიორგი ბარამიძის მიმართ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის შესახებ აღძრულ საქმეზე გამოძიება გრძელდება. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებაზე ბოლო რამდენიმე დღეა პროკურატურაში აფხაზეთის ომის ვეტერანების გამოკითხვა მიმდინარეობდა. ბარამიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეთდნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ ბარამიძემ განმარტება რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა ნათქვამს სრულად არ უარყოფს. საკითხი პოლიტიკურ სპექტრში მკვეთრი განცხადებების მიზეზია. ოპოზიციონერ პოლიტიკოს გია ყარყარაშვილი მიმართავს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბარამიძეს მოუწოდებს შეცდომა აღიაროს და ვაჟკაცური ბოტიში მოიხატოს. რა თქმა უნდა, მე ამ განცხადებას ვერც გავიზიარებ, არც მივესალმები და მე მგონია, რომ ჩემი აზრით ეს იყო ცოტა სულელური განცხადებაც კი, იმიტომ რომ რაც ბატონმა გიამ იქ მოიყვანა, ეს არც ფაქტობრივი მტკიცდება და არ არსებობს ერთი ცოცხალი ადამიანი, ვინც ამას დაადასტურებს. სხვათა შორის ამას არც აფხაზები და არც რუსები არ ადასტურებენ. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს არ იყო ადეკვატური განცხადება. ამას არ ჭირდება არც ნიკა გვარამიას, არც თენგო თევზაძეს და ვინმე შეფასება. ეს არის საქართველოს თითეული მოქალაქის პოზიცია. ბარამიძის განცხადება ერთის მხრივ ანახებს, რომ ეს ადამიანი არის აგენტი, ადამიანი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მტრების დავალებების შემსრულებელი და თავად არის ასევე მტერი ჩვენი ქვეყნისა. სწორედ აი ესეთი ადამიანები ათწლეულების განმავლობაში იყვნენ ჩანერგილი ხელისუფლების სხვადასხვა შტოში და აზიანებდნენ ჩვენს ქვეყანას და ყველა მხრიდან ყიდდნენ. ბარამიძე არის გამყიდველობის და მოღალატეობის და ღალატის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თვალნათელი მაგალითი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანს კანონის დონეზეც გაიცემა პასუხი და ასევე საზოგადოების მხრიდანაც გაიცემა სათანადო პასუხი. ბარამიძის ეს განცხადება სწორედ იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლო ურთიერთობების ან დიალოგის რაიმე ფორმის გამოჩენაც კი წინასწარ ყოფილიყო ერთგვარად ტორპედირებული და მისი ეს განცხადება სწორედ ემსახურება ამას და სეპარატისტების წარმომადგენელთა განცხადებები ამ მიმართულებით, რომ ისინი ამას გამოიყენებენ მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, სწორედ ამას ემსახურება. ასე რომ ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს განცხადებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, დიალოგის გზით და შერიგების გზით უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სწორედ ამ გზის ტორპედირებისკენ იყო მიმართული აი ესეთი განცხადებები.